სულ რაღაც ერთი წლის წინ დაარსებულ მგალობელთა გუნდის ცხოვრებაში, რომლის წევრებსაც დედები და შვილები წარმოადგენენ, დღეს განსაკუთრებული დღეა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ, ახლა ფართო აუდიტორიას უნდა გააცნონ. მაქსიმე შარაძის სახელობის მგალობელ მომღერალთა გუნდის პირველ საანგარიშო კონცერტს ქალაქ რუსთავის ახალგაზრდობის სასახლემ უმასპინძლა. კონცერტმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, კარგად ჩაიარა, ემოციური იყო ეს საღამო ჩვენთვის. ნერვიულობდით ყველანი, მაგრამ მთლიანობაში მაინც მგონი რომ კარგად შედგა, მაყურებლის შესაფასებელია ეს მთლიანობაში. ჩვენ გვეხმარებოდნენ ჩვენი მეგობრები ინსტრუმენტების დაკვრაში. Гармონი, ჩონგური, სალამური, ფანდური. უბედნიერესი ვარ, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ბატონი ოთარ მუშკოდიანის და ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდში გვიდგას, მამა ნიკოლოზის, რაც მთავარია. მისი წამოწყებით, მისი ინიციატივით შეიქმნა ჩვენი გუნდი და ღმერთმა ხელი მოგვიმართა და გაგვაძლიერა და შეგვაძლებინა ის, რაც დღეს გავაკეთეთ. ზღვა ემოციები გქონდა ნამდვილად. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა ამ ღონისძიების გამართვაში და ჩატარებაში. ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლო სკოლის, მაქსიმე შარაძის სახელობის მგალობელ მომღერალთა გუნდი საქართველოს საპატრიარქოს საკვირაო სკოლების პროექტის ფარგლებში დაფუძნდა. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ულოცავთ პირველ რიგში ამ ანსამბლს, რომელიც საკვირაო სკოლის წიაღში, ასე ვთქვათ, შეიქმნა, დაიბადა და ვფიქრობ ძალიან დიდი განვითარება და წინსვლები ელოდება. დღევანდელი ღონისძიება ფაქტობრივად არის შეჯამება წლის და თქვენი ცით რომ ჩვენი საკვირაო სკოლები საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს და ნენელა ვნერგავთ წლიურ შეჯამების ღონისძიებას, რომელიც ერთგვარი ანგარიში არის მშობლების მიმართ, სასულიერო პირების მიმართ, რომელიც დაინტერესებულები არიან და ბავშვებსაც უხარიათ, რომ თავისი შემოქმედებით, შრომით წარსდგებიან ჩვენს წინაშე და ვფიქრობ, ეს მათთვის ძალიან კარგი სტიმული იქნება მომავალში განვითარებისა და წინსვლისათვის. დღევანდელმა საანგარიშო კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა, მართალია ღელავდნენ მოსწავლეები და თან ეს რაღაცნაირი განსხვავებული ღელვაა, იმიტომ რომ დედები და შვილები ერთად ღელავენ, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ეს დედების და შვილების გუნდია, მაგრამ მე მგონი ღირდა ამ ღელვად, იმიტომ რომ კი ერქვა საანგარიშო კონცერტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა ნიშნებს უწერ და უბრალოდ რაღაცა საზეიმო კონცერტი დახურვა გქონდა მთელი წლის და ვფიქრობ რომ ძალიან მოეწონა ყველა მაყურებელს. ძლიერი ღევრის ფონზე, უდიდესი შრომის მოყვარეობისა და მონდომების წყალობით, მოყვარულ მგალობელ მომღერალთა გუნდმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. იყო ზღვა ემოციები, ეს ჩვენი პირველი საანგარიშო კონცერტია. მომავალში უფრო მეტად ვაპირებთ განვითარებას. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ ოთარ მუშკოდიანს, მამა ნიკოლოს, საპატრიარქოს, რომელმაც განახორციელა ეს პროექტი წარმატებით. მინდა მადლობა მოუხადო ჩვენს გუნდს, ჩვენს მაყურებლებს, ქალაქ რუსთავის მერიას, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. პირველ რიგში მიულოცავ ანსამბლს დღევანდელ დღეს. მათი პირველი გამოსვლა არის ფართო აუდიტორიის წინაშე და მიულოცავ ასევე რუსთავს ამ პროექტს. ლამაზ ნიმუშებს წარმოგვიდგენს, ძალიან მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოგვიდგენს ჩვენი ფოლკლორის და საგალობლების. მე როგორც რიგითი მოწვეული მუსიკოსი, მათ გვერდში ვდგავარ. ჩვენი პირველი კონცერტი იყო, ძალიან ბედნიერები ვართ ყველანი და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურა და ბოლომდე ჩვენთან იყო. გუნდმა კონცერტზე საეკლესიო საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერის ნიმუშები შეასრულა. პროექტი ქალაქ რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სასახლის მხარდაჭერით განხორციელდა.